ყველაზე დიდი საფრთხე არის ეგ. ამჟამად რა პროექტზე მუშაობ? თუ რა თქმა უნდა საიდუმლო არის. იმიტომ რომ მოცულებული მანქანის დაჭერა უნდა იცოდე. საქართველოში ფასდება თუ არა ეს სპორტი? მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით GM Tuning-ში ირაკლი შალიკაშვილთან. მადლობა ირაკლი, რომ დამთავრდი ბლიცზე. გავაფასებ. საინტერესოა. ესე იგი, რატო გადაწყვიტე ირაკლისთან მოსვლა? იმიტომ რომ მე თვითონ პირადად ვარ მისი მაყურებელი და ზოგადად მომწონს ავტოსფერო. და ნუ ირაკლის მივწერე და ირაკლიმაც გამონახა დრო და ამისთვის უღრმესი მადლობა ირაკლი შენ. შეგვიძლია დავიწყოთ ბლიცები? კი, საინტერესო. ირაკლი, შენი პირველი მანქანა? ჩემი პირველი მანქანა იყო BMW-ს ვეძახიან. მამაჩემ მაჩვია 520 BMW და ორ დღეში გავყიდე და ვიყიდე E36. იმიტომ რომ E36-ის კუპე მინდოდა ძალიან და 328 კუპე იყო პირველი ჩემი მანქანა. და რა საკიდან გაგიჩნდა, ასე თქვა, სიყვარული მანქანების მიმართ? ასაკიდან ბავშვობიდან, ახლა ბავშვობიდან სათამაშობით თამაშობდი ის მანქანების მაინტერესებდა და სულ მაგრად მევასებოდა და მეტროში თუ ჩავდიოდი ხოლმე ეს ამოწეული რო არის. მან მანქანა მეჭირა და ის თამაშობდი ხო. როგორ აღმოჩნდი ავტოსფეროში? ვერთობოდი და მე ვთქვი რომ მეთქი მოდი პროფესიულად გადავალ, იმიტომ რომ ქალაქში აღარ მინდოდა რომ მე გაზავა ესე რომ ვთქვათ რა. იმიტომ ქალაქი არ შეიძლება და მით უმეტეს ახლა შეუძლებელია, არ შეიძლება თავი რო გავანებო შეუძლებელია და მაგიტო წავედი ტრეკზე ესე და მოვიწამლე ბოლომდე. ეგ გამახსენდა პირველი ჩემი მოცურება BMW-ზე, მე-7 სერიაზე, რაც დიღომში, რაც შემოვედი გოდვილთან და აი ოდნა მოვასხიალე და რაცა მეგონა თავი. მოსვაშენება, აი მე სულ ამბობ, აი ფორმულა 1, ახლა სხვაგან არის ფორმულა 1, მაგრამ ფორმულა 1 პილოტის რო იგებს, დონატით აღანიშნავს რა, მოგიგოს ასე. დრიფტი ყველგან არის. და აუცილებელი, ანუ ყველა ავტოსპორტში დრიფტი უნდა იცოდე, იმიტომ რომ მოცულებული მანქანის დაჭერა უნდა იცოდე რა. საქართველოში ფასდება თუ არა ეს სპორტი? საქართველოში დრიფტი არ ფასდება. იმიტომ რომ იმ ლეველზე არ არის, რაზეც უკვე მრბოლელები ავიდნენ და მაგიტო იმხელა ენერგია, თანხები, დრო იხარჯება, რომ რაღაცა 10 ბალიანი იმით რო იყო, მე თუ 10-დან 10 ხარჯავ, იქიდან ვიღებ 2-ს. ასე რომ საქართველოში არ ფასდება. უცხოეთში ფასდება, იმიტომ რომ ბევრი სპონსორი ყავს ეს. ამ შემთხვევაში ახლა დექტერები ბევრნი არიან, სპონსორები არ ყავთ, შეჯიბრი არ არის ის ლეველი, რაც უნდა იყოს, ასე რომ დაფასება არ არის. აი ყოველთვის მაინტერესებდა მე პირადად რისი ეშინიათ დრიფტერებს. ანუ რაზე ნერვიულობთ? მანქანის გაფუჭებით. ანუ ეგ არის თქვენი ერთადერთი შიში? ხო, არა, როგორ არის, იცი, ანუ დრიფტი ყველას გონია, აი შორიდან ვინც უყურებს, პროფესიო შევიდა 30 წამში გარბენი გაიარა და მორჩა. მან 30 წამამდე ძალიან დიდი მომზადება მიდის მანქანის, ავტომობილის და მანამდე გაქექი, რა თქმა უნდა, ხა საჭესთან რო ზიხარ უკვე მაგაზე არ ფიქრობ, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე არის ეგ. ისე შენ თუ შენ თავში დარწმუნებული ხარ, ნუ სხვა არაფერი სანერვიულო არ გაქვს, მაგრამ საჭესთან რო ზიღარ, თუ მანქანა ვიცი რომ გაფუჭებულია, მაგას გეკეტება და არ ფიქრობ მაგაზე რა. თქვენ მანამდე როგორც ვიცი, ძალიან ბევრ შრომობთ, ანუ დებთ, ანუ დროს და ენერგიას ახარჯებთ ამ პროექტს და შემდეგ გამოდიხართ და აი ის თუ რაღაც უცე მოუვიდა მანქანას, აი ამ დროს თქვენი, ასე ვთქვათ, გუნდი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გუნდი არის, აი როგორც დრიფტერი არის დაუფასებელი დღეს საქართველოში, ისე მაყურებლის მხრიდან არის გუნდი დაუფასებელი, იმიტომ რომ ვინც არ იცის, ის ვერ ხვდება რომ რა შრომა უდევს გუნდს და აი ჩემთან ვინც არიან ბიჭები, სულ ამბობ რომ იმათ უფრო მეტი წვლილი აქვს ჩვენ წარმატებაში ვიდრე მე. იმიტომ რომ ძალიან ბევრ შრომობენ. უბრალოდ YouTube-ს უნდა შევეხო, ამჟამად რა პროექტზე მუშაობ? ძალიან ბევრ პროექტზე მუშაობთ ხა. აი ქვემოთ სანამ ამოხდიოდი ნახავდი რამდენი მანქანაა დაშლილი და ბევრი ძალიან რთული პროექტი გვაქვს. აი ნივა იყო, რომელიც ახლა ხალხმა ძალიან აიტაცა და ძალიან მოეწონა. ნივაზე ბევრად რთული პროექტები გქონდა. ოდიში სმარტიც ვნახე და თუ უნებას მომცემ, სმარტსაც გადავუყავ. კი. და ძალიან ბევრი რთული პროექტი გქონდა, რომელიც მგონია რომ მაყურებელი ვერ გაიგებს. იმდენად ტექნიკური არის და მაგით უფრო რაღაც ისეთ პროექტს ვაჩვენებ ხოლმე, ლაით პროექტს, რომელიც კაი საყურებელი იქნება, აი ჭამის დროს საღამოთი მანქანაში რა. აი მე მაგალითად ძალიან ველოდები
100.000 შენს არხზე რომ ნახო ის რაც შენს cover-ზე და გადაცურო მაგას მეცველოდები და ვერ რავედით. აი მართლა ძალიან საინტერესო იქნება. მეგობრებო, გადადით ირაკლის არხზე და აუცილებლად გამოიწერეთ მისი YouTube არხი, რომ ვიხილოთ ეს დაპირებული შოუ. მე ვიცი რომ ჩემპიონატის გარდა მეგობრობ დრიფტერებთან, თითქმის ყველა ერთმანეთში მეგობრობთ, მაგრამ მაინც გაქვთ თუ არა ერთმანეთის მიმართ კონკურენცია. დრიფტ ისეთი ავტოსპორტის რაღაცა სფერო არის, რომ საქართველოში არა, აი ევროპაში, აზიაში ყველგან რაღაც ყველა ოჯახივით არის და ამას თავის მიზეზი აქვს ის, რომ იმდენი ტექნიკური პრობლემაა, რომ ყველა ერთმანეთს ეხმარება. და კონკურენცია რა თქმა უნდა არის. მიუხედავად იმისა, რომ ხა ძირითადად ყველასთან მეგობრობ აქაც ევროპაშიც, აზიაშიც, ანუ თუ მანქანაზე რაღაცა დაჭირდება, ეხმარებით. გუნდითაც, ნაწილითაც, ჩვენ არა, სხვაებიც ეგრე არიან, ყველანი ეგრე არიან. მაგრამ სტარტზე რო დგები, უკვე ყველაფერი იცვლება. მაგრამ თავარი არის, რომ შენ გინდა რომ შენ კონკურენტად თუ ვინმეს აღიქვავ, გინდა რომ სტარტზე გედგეს. ანუ უბრალოდ არ მოვიდეს და ისე მოიგო, ეგ არავის არ უნდა. ასე რომ შენც ყველაფერს აკეთებ, რომ დაეხმარო, რომ იქამდე მოვიდეს. ნუ გაგიწეს კონკურენცია სერიოზული. აი, ახლა კონკურენტი რა თქმა უნდა, ახლა სულ ჩემი ძმა რომ მედგესი, კონკურენტი იქნება. იმიტომ რომ მაგისტრის ვარ იქ მისული, რომ მოვიგო მეც. მაგრამ და ყველაფერს ვაკეთებ. მეც და ბიჭებიც, ვინც საქართველოში არიან და ევროპაშიც რომ ყველა დაგეხმაროს. ანუ ეგ სხვათა შორის ძალიან დიდი პლუსი აქვს დრიფტს. და ბოლოს, რას ურჩევ დამწყებ დრიფტერებს, ვისაც უბრალოდ აინტერესებს, რაღაც პროექტი აქვს და ან უბრალოდ უნდათ რომ აი შემოყონ ამ სფეროში თავი, ამ სპორტის სახეობაში. მე რო დრიფტში მოვედი, არ არსებობდა აი ეს რაღაცა community, ძლიერი community, რომელიც რაღაცა რჩევებს მომცემდა და ეს ანუ არ იყო იმდენად განვითარებული. ეხლა მაშინ ვინც დადიოდნენ რაღაცა კონსულტაციები გავიარმა. ეხლა უკვე იმ ლეველზე ვართ დრიფტში, რომ შეგიძლია მიხვიდე ნებისმიერ ბოლერთან, დრიფტერთან, აი ჩემთანაც შეგიძლია მოხვიდე რუსთავში რო ვარ და ჩემი აზრი მოისმინო. რჩევები მიიღო და მთავარი არის რომ რჩევები, იმიტომ რომ აი გამოცდილი ადამიანის რჩევას რო გაძლევს, ერთი 10 ნაბიჯით წინ ხარ. ანუ შენ რაც ერთი წელი უნდა იწვალო და რაც მე შენ თვითონ უნდა გაარტყარო, ეს ყოფილა, ის ეგრევე გეუნება ამას. და მოусმინეთ, ვისაც ეგ გზა გავლილი აქვს, გამოსვით ხალხთან რაღაცა რჩევებს რო გაიზიარებ და გამოსვით ხალხისგან. ასე რომ ბევრი კომუნიკაცია, შენით რო რაღაცა გაიგო ძალიან რთულია და ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ეხლა მე რო უკან დამაბრუნა, მე რო დევჩი მოვედი და ჩემნაირი ტიპები ყოფილიყვნენ და მაგათთან კომუნიკაცია მქონოდა, ერთ 3 წელს მოვიგებ. ბევრი დრო მიაქვს შეცდომებს, რომ იჩევნია რომ მოусმინო რა. ასე გიგო. ოღონდ ყველას არ უნდა მოусმინო. აი ხარ, მადლობა. მოკლედ მეგობრებო, დღეს ჩვენი სტუმარი იყო და სტუმრად ვიყავით GMC-ში ირაკლი შალიკაშვილთან. მადლობა ირაკლი, კიდევ და აუცილებლად არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ირაკლის YouTube არხი, ასევე მისი სოციალური გვერდები. აქვე იმასაც დავამატებ, რომ არ დაგავიწყდეთ, ასევე გამოიწეროთ ჩემი YouTube არხიც და ყველაფერს აუცილებლად აღწერაშიც მივუთითებ. აბა, დაგემშვიდობებით და დროებით.